colors and thoughts are bright. Neurons fearing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც გვასწავლიან ყველაზე მთავარს, რომ მათი თვალით დანახული სამყარო შეიძლება იმაზე მეტად მრავალფეროვანი იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბოლო დროს უფრო და უფრო მეტ საუბრობენ აუტიზმის სპექტრის დარღვევაზე, მდგომარეობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე, მათი კომუნიკაციის უნარებზე და ურთიერთობებზე. თუმცა ამ თემის ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი გაუგებრობა და კითხვა არსებობს, ასევე მითებიც. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა და სტიგმა ხშირად აფერხებს დიაგნოსტიკას და თერაპიასაც. დღეს ინტერვიუში ვესაუბრებით ქალბატონ სალომე გაბაძეს, რომელიც არის თბილისის აუტიზმის ცენტრ პირამიდას კლინიკური დირექტორი. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე, რომ მოიცალეთ ჩვენთვის და დაგვთანხმდით ამ თემაზე სასაუბროთ. მოდით დავიწყოთ ზოგადი კითხვებით. რას ნიშნავს აუტიზმის სპექტრის დარღვევა და როგორ უნდა გავიგოთ ტერმინი სპექტრი ამ კონტექსტში? მადლობა ნატო, პირველ რიგში ამ თემით დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. რაც შეეხება აუტიზმის სპექტრს, გააჩნია რომელ კლასიფიკაციას გავყვებით. ანუ ამჟამად საქართველოში გამოიყენება ICD-10, რომლის მიხედვითაც აუტისტური სპექტრი გულისხმობს სამი სფეროს დარღვევას, ანუ დარღვევებს სამ სფეროში. თუმცა DSM-5 ორ სფეროს აერთიანებს და DSM-5-ის მიხედვით სამის ნაცვლად უკვე გამოყოფილია ორი სფეროს დარღვევები. მოდი, რადგან საქართველოში მაინც ICD-10 არის ჯერჯერობით კიდევ მოქმედი, მაინც ICD-ის კრიტერიუმებს გავყვეთ, ალბათ ასე აჯობებს, ხო? ICD-10-ის მიხედვით აუტისტური სპექტრი გულისხმობს დარღვევებს კომუნიკაციის სფეროში, სოციალურ ურთიერთობებსა და ქცევის პატერნში. ანუ ქცევის პატერნში იგულისხმება განმეორებადი ქცევა, ასევე შეზღუდული ინტერესთა სფერო და შესაძლებელია იყოს სტერეოტიპული მოძრაობები. რაც შეეხება კომუნიკაციასა და სოციალურ ურთიერთობებს, კომუნიკაციის ნაწილში ბავშვს შესაძლებელია უჭირდეს ინიციატივის გამოხატვა, ასევე შესაძლებელია უჭირდეს სხვის მიერ გამოხატულ ინიციატივაზე რეაგირება, აგვიანებდეს ენის განვითარებას, ენას არ ანაცვლებდეს ჟესტებით, არ ამყარებდეს მზერით კონტაქტს, არ წარმოებდეს სოციალური ღიმილი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სოციალურ ურთიერთობებშიც არის ხოლმე როგორც წესი დარღვევა, უჭირთ ბავშვებთან კომუნიკაცია, შესაძლებელია უჭირდეთ ზრდასრულებთან კომუნიკაციაც და აქაც ორივე მხრივ, ანუ შეიძლება ინიციატივაც გართულებული იყოს და მეორე მხრივ ზოგიერთ ბავშვთან შეიძლება სხვის ინიციატივაზე პასუხიც გართულებული იყოს. რაც შეეხება სპექტრს, ანუ რას ნიშნავს სპექტრი? სპექტრი ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ორი ადამიანი აუტისტური სპექტრით, რომელსაც ზუსტად ერთნაირად გამოხატული სიმპტომატიკა აქვს და საკმაოდ მრავალფეროვანია გამოვლენა ამ მდგომარეობის და ნიშნავს იმას, რომ როგორც ვთქვათ, ფერთა პალიტრა, ანუ სხვადასხვანაირი ფერით არის წარმოდგენილი, ასევე სხვადასხვანაირი ფერით არიან წარმოდგენილი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ერთის მხრივ ძლიერი მხარე შეიძლება ჰქონდეს და მეორეს მხრივ სირთულეებს შეიძლება აწყდებოდეს ცხოვრებაში. იცით, რა მინდა დავაზუსტოთ, რაც მეც ძალიან მაინტერესებს, თქვენ ახსენეთ განვითარების შეფერხება, განსაკუთრებით ენობრივი განვითარების შეფერხება. ამას უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ბოლო წლებში. როგორ უნდა განვასხვაოთ, ვთქვათ, ეს არის აუტისტური სპექტრის დასაწყისი, თუ ეს არის უბრალოდ შეფერხება, რაც მართლაც ძალიან ბევრ ბავშვს აღენიშნება ჩვენს რეალობაში?
ენის განვითარების შეფერხება შესაძლებელია ახასიათებდეს ან არ ახასიათებდეს აუტისტურ სპექტრს. ანუ ეს არ არის, ვთქვათ, კრიტიკული მახასიათებელი ამ მდგომარეობის. თუმცა უმეტესად მშობლები, როდესაც მოგმართავენ ხოლმე, მოგმართავენ სწორედ ამ ჩივილით, რომ ბავშვი აგვიანებს სიტყვების თქმას, აგვიანებს, ვთქვათ, ფრაზების წარმოებას, უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა, უჭირს კითხვების დასმა და ასე შემდეგ. როგორ განვასხვაოთ? ანუ უნდა განვასხვაოთ იმით, რომ აუტისტური სპექტრი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ენის განვითარების შეფერხება. აუტისტურ სპექტრს ახასიათებს სხვა ისეთი სიმპტომებიც, რომელიც არ ახასიათებს ენის ან მეტყველების სპეციფიურ დარღვევებს. მაგალითად, ესეთი არის, ვთქვათ, სახელზე რეაგირების სირთულე, ზეითი კონტაქტის წარმოება, ვთქვათ, საჩვენებელი თითით ადრეულ ასაკში სასურველის მოთხოვნა, ჟესტებით ჩანაცვლება, როგორც წესი, როდესაც მეტყველების სპეციფიური დარღვევა აქვს ბავშვს, ისინი ახერხებენ ხოლმე, რომ ჟესტებით ჩაანაცვლონ ის სიტყვა, რომელიც შეიძლება არ იცოდნენ ან მაგალითად. არა, ხო, ეს შეიძლება იყოს აღწერილობითი ჟესტებიც, ხო? ანუ რასაც სიტყვით ვერ გვაგებინებს ბავშვი, ცდილობს, რომ ის აღწეროს და აღწერილობითი ჟესტით გაგვაგებინოს. აუტისტური სპექტრის შემთხვევაში ხშირად ეს სირთულეს წარმოადგენს. გარდა ამისა, აუტისტურ სპექტრს ახასიათებს რიტუალური ქცევა, რუტინაზე ჩაციკლა, რუტინის სიყვარული, ახასიათებს, ვთქვათ, რაღაცა აკვიატებული ინტერესები, შეიძლება ეს იყოს შეზღუდული ინტერესთა სფერო. ანუ ეს ყველაფერი ენის განვითარების დარღვევებს როგორც წესი არ ახასიათებს და კიდევ ბევრი სხვა სიმპტომით შემიძლია დავასახელოთ ცხადია, რომელიც აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელია. გასაგებია. ასევე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იმაზე, რომ ჩვენ ვთვლით ხოლმე ხანდახან, რომ მშობლები, რომ ბოლო წლებში ძალიან გახშირდა სხვადასხვა დიაგნოზები. და მაგალითად ჩემ შულსაც ორენოვანობის გამო ან კიდევ რაღაცა სხვა მიზეზების გამო ქონდა ეს მეტყველების შეფერხება. და ძალიან ხშირად მოდიოდა იგივე ბაღის მასწავლებლებიდან სრულიად არაკვალიფიცირებული, ამისთვის არაკვალიფიცირებული, ასე ვთქვათ, ადამიანებისგან სიტყვა ხომ არ არის აქ აუტიზმის სპექტრის აშლილობაც. ხანდახან ვთვლი ხოლმე, რომ დიაგნოზებმაც იმატა და რაღაცნაირად ყველა ცდილობს, რომ ყველა ბავშვი მოაქციონ რაღაცა დიაგნოზის ჭრილში. როგორ უნდა განვიხილოთ იგივე ვთქვათ ინტროვერტი, ძალიან ისეთი ინტროვერტირებული ბავშვი, როგორ უნდა გავარჩიოთ ასევე ვთქვათ ბავშვისგან, რომელსაც შეიძლება ქონდეს აუტიზმის სპექტრის საშლილობა. თუ ეხლა უკვე ესეთი ძალიან ინტროვერტირებული ადამიანებიც უკვე ამ აუტისტურ სპექტრში ექცევიან ახალი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით. არა, ამას ვერ ვიტყოდი, რომ ეს ინტროვერტი ხო რეალურად ანუ უფრო რაღაც ხასიათის მახასიათებელია, ხო? აუტისტური სპექტრი არის ნეიროგანვითარების დარღვევა. ეს არის თავის ტვინის განსხვავებული ფუნქციონირების შედეგი, რომელიც ასევე კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინტროვერტი ბავშვი, ან თქვათ მორცხვი ბავშვი, ხო? აუტისტურ სპექტრს აქვს ის კრიტიკული მახასიათებლები, რომელიც ანუ უბრალოდ ინტროვერტი ადამიანი არ ნიშნავს, რომ მას აქვს განვითარების დარღვევა, ხო ესეა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვი არის ინტროვერტი, გულისხმობთ ამ შემთხვევაში, რომ მას აქვს ტიპური განვითარება, უბრალოდ მისი ხასიათის მახასიათებელი არის ასეთი, რომ ან ჩაკეტილია, ურჩევნია ვთქვათ, სიმშვიდეში მარტო ყოფნა პირობითად და ნაკლებად გახსნილია ურთიერთობების მიმართ, ხო? აუტისტური სპექტრი არის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელსაც სიმპტომები ახასიათებს, ანუ რეალურად გაცილებით უფრო ხელი შემშლელია ყოველდღიურ ცხოვრებაში აუტისტური სპექტრი ადამიანისთვის, ვიდრე უბრალოდ ინტროვერტობა. ხო გესმით, ანუ თამაშის პატერნი განსხვავებულია, ინტერესთა სფერო განსხვავებულია, ვთქვათ, შეზღუდულია. შეიძლება აუტისტურ სპექტრს ახასიათებდეს ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, შეიძლება არ ახასიათებდეს, მაგრამ ინტელექტუალური განვითარების დარღვევა საკმაოდ მაღალ პროცენტში წარმოდგენილია. გარდა ამისა, ენის განვითარების შეფერხება და ასე შემდეგ რა, ბევრი სიმპტომი რეალურად გაგება, სხვისი ნათქვამის გაგების სირთულე, კონტექსტის აღქმის სირთულე, ვთქვათ, იუმორის გაგების სირთულე და ასე შემდეგ. რაც ინტროვერტ ადამიანს არ ახასიათებს რეალურად. ანუ ეს ინტროვერტი არის რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება, რაც სოციალურ ურთიერთობებს შეიძლება რაც გარკვეულწილად აფერხებდეს, ცხადია, მაგრამ აუტისტური სპექტრი ამასთან ერთად კიდევ ბევრ სხვა რაღაცას გულისხმობს.
თქვენ აქ ახსენეთ ნეიროგანვითარების დარღვევა. როგორც ჩემთვის ცნობილია, როგორც ნევროლოგისთვის, ჩემი კუთხით არ არსებობს არანაირი მარკერი სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში, ან ასევე ვთქვათ იგივე MRI-ის კვლევაში რაღაცა, რითიც შეგვიძლია ვთქვათ აუტიზმის დიაგნოსტირება. ეს ასეა თუ არა? და რამდენად ურჩევთ თქვენ მშობლებს, რომ მაინც ჩაატარონ ეს ორგანული კვლევების სხვა მიზეზების გამოსარიცხად, როდესაც პირველად მოგმართავენ მშობლები ამ კითხვით, აქვს თუ არა ჩემს შვილს აუტიზმი? პირველ რიგში მაგ ნაწილში გეთანხმებით, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მარკერი, რომელიც თქვათ სისხლის ანალიზის მიხედვით დადგინდეს აუტისტური სპექტრი ან MRI-ის მიხედვით და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვათ კვლევებზე გადამისამართებას, ეს ხა სიმართლე რომ გითხრათ პირდაპირ ჩემი სფერო ნაკლებად არის, ან ჩვენთან უფრო ხშირად მოდიან ხოლმე ბავშვები, რომლებსაც უკვე გარკვეულწილად დიაგნოზი აქვთ, მაგრამ შეიძლება მოვიდეს ბავშვი, რომელსაც არ აქვს დიაგნოზი, ანუ ქცევის თერაპიის და ვთქვათ სხვა თერაპიების, ანუ ენისა და მეტყველების თერაპიის მაგალითად დაწყების კრიტერიუმს არ წარმოადგენს დიაგნოზი. ანუ შეიძლება ბავშვს დიაგნოზი არ ქონდეს, მაგრამ ჩვენ მაინც დავიწყოთ მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენი მიზნები არის აგებული ბავშვის სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე და არა ვთქვათ დიაგნოზზე. დიაგნოზზე არ არის მიბმული, ხო, ცხადია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუმცა ნუ კიდევ ერთი ის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი კონტაქტი გვაქვს ბავშვთან, ვიდრე ექიმს, ხო? ანუ ექიმა შეიძლება პირველად დიაგნოსტიკაზე ნახოს ფსიქიატრმა ან ნევროლოგმა და მერე შეიძლება არც წლები გავიდეს და ბავშვთან შეხება აღარ ქონდეს. და ჩვენ რადგან ეს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან და მის ოჯახთან, რაღაცნაირად ამ მონიტორინგს უფრო აქტიურად ვაწარმოებთ ხოლმე. იმ შემთხვევაში თუ რაიმე დამატებით ეჭვი გაგვიჩნდა ან ეპილეფსიაზე, ან თქვა სმენის დარღვევაზე, მხედველობის დარღვევაზე და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამისამართებთ ხოლმე ბავშვებს. გარდა ამისა, აქაც მინდა ვთქვა, ჩემთან კონსულტაციაზე მოსულ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ საქართველო არის რისკ ზონა მძიმე მეტალებით მოწამვლის, განსაკუთრებით ხშირი არის ხოლმე ტყვიით მოწამვლა. აქედან გამომდინარე მე რამდენადაც ვიცი სხვა ქვეყნებშიც არის ასე, რომ პრევენციულად 1 წლის ასაკში ბავშვებს ენიშნებათ ტყვის ანალიზი. საქართველოშიც ზოგიერთი პედიატრი, ანუ უფრო ისეთი თანამედროვე პროტოკოლებს, ვინც მიყვება ეს პედიატრები, უნიშნავენ 1 წლის ასაკში ბავშვებს ტყვის ანალიზს და იმ შემთხვევაში თუ ამ ანალიზში ამოვიდა მაღალი ტყვია, შემდეგ უკვე უნდა ვიკვლიოთ, თქვათ, რა არის წყარო ამ ტყვით მოწამვლის, ხო? შეიძლება სათამაშოები იყოს, შეიძლება არ ვიცი, სახლის კედლები იყოს, მილები, წყლის, ჭურჭელი და ასე შემდეგ. ან ბევრი რაღაც არის, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში გავლენას ახდენდეს ამ ტყვით მოწამვლაზე და მსგავსი ხო კიდე რა ვიცი ბევრი მდგომარეობა არის ხოლმე რაზეც შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს თქვათ იგივე სხვადასხვა ნივთიერება რამდენად თქვათ ყვების დარღვევა განსაკუთრებით როდესაც არის კიდევ დამატებით თქვათ შეიძლება რკინის ანალიზზე გაუშვათ და ასე შემდეგ თუმცა ეს არ არის კიდევ ამბობ ჩემი ამ შემთხვევაში როგორც ფსიქოლოგის პირდაპირი კომპეტენცია მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მსგავსი ტიპის სირთულეებთან ხშირად მიწევს შეხება ანუ გარკვეულ ინფორმაციას მეც ვფლობ და საჭიროების შემთხვევაში ცხადია ვამისამართებ ხოლმე. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ არის აუტისტური სპექტრი, ამას მხოლოდ თქვათ ქცევის თერაპია სჭირდება და მეტი არაფერი. ანუ გაცილებ და პრაქტიკულად ამ თანამედროვე სამყარო მაგაზე ლაპარაკობს ახლა ძალიან ბევრს რომ ეს არ არის მხოლოდ ქცევის თერაპიის სამართავი მდგომარეობა, ანუ გაცილებით უფრო კომპლექსური ჩარევა ჭირდება ბავშვებს ხშირ შემთხვევაში და იგივე ვთქვათ აი თქვენ ახსენეთ MRI-ზე არ ჩანს, ვთქვათ სისხლის ანალიზში არ ჩანს, თუმცა გენეტიკოსები უკვე ლაპარაკობენ უამრავი გენის ნაკლები აქვთ უამრავი გენი, რომელიც შეიძლება პასუხისმგებელი, რომლის დაზიანება შეიძლება პასუხისმგებელი იყოს აუტისტურ სპექტრზე და ასევე არის კიდევ სხვა კვლევები, თქვათ ახლა ბოლო პერიოდში ფოლიუმის ფშავასთან დაკავშირებით არის ძალიან პოპულარული ეს კვლევები და თუმცა ეს წარმოადგენს რუტინულ ანალიზს, ანუ ეს არ შეიძლება ვთქვათ ურჩიოთ მშობლებს, რომ გენეტიკოს მიმართონ, როდესაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ასე ვთქვათ დანერგილი კვლევები რამდენად არ არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისეთი სისწრაფით მიდის ამ ნაწილში კვლევები, რომ მე ვფიქრობ რაღაც ეტაპზე ალბათ
დადგება ეგ დროც, როდესაც გენეტიკოსი აუცილებლად ჩაერევა, თქვათ, განვითარების ავტიზმის მიზეზებზე სპექტრისგან. რადგანაც საუბრობთ, ყველაზე გავრცელებული მითი, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმის სპექტრის აშლილობას. ეს საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია, ხომ, რამდენადაც ვიცი. კი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ გავრცელებულია. წლების წინ ბევრად უფრო პოპულარული იყო ეს მითი. და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვაქცინები არ არის დაკავშირებული აუტისტური სპექტრთან და გაცილებით უფრო სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს ბავშვს, როდესაც ვთქვათ, გეგმიური აცრები, როდესაც მას არ უკეთდება და ამის არიდება რა თქმა უნდა, მშობლების გადასაწყვეტია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე აუცილებლად რეკომენდაციას ვუწევ ყველა გეგმიურ აცრას. და სხვათა შორის, აი ბოლო კვლევა, რაც აი ახლა ხანს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ოღონდ ეს იყო ალუმინის შემცველობაზე. ალუმინის შემცველობა წითელაწითურაყბაყურას ვაქცინაში არ არის დაკავშირებული ნეიროგანვითარების დარღვევებთან და მათ შორის აუტიზმის სპექტრთან და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი მილიონზე მეტი ბავშვი იქულიეს და ეს შედეგი დაიდო. რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ვაქცინებს არ უნდა დაუკავშიროთ კი, აუტიზმს. გითხრათ. იცით რა მინდა ჩაგეკითხოთ კიდევ ხშირად არა ნეიროტიპიური განვითარების ბავშვების მშობლებს აქვთ ხოლმე ისეთი განცდა, რომ რამე არასწორად გააკეთეს. ჩემთვისაც არის მაგალითად კვლევები ცნობილი, განსაკუთრებით ზოგიერთ წამალზე, რომელსაც ეპილეფსიის დროს ვიყენებთ, რომელიც არ შეიძლება, ასე ვთქვათ, ორსულებში იქნას გამოყენებული, რადგან მართლაც და დაკავშირებულია თუ ამ დროს მოხდა დაორსულება ან ორსულობის დროს გამოყენება აუტიზმის შემთხვევებთან და ასევე ინტელექტის ნაკლებობასთან ბავშვებში, მაგრამ გარდა ვთქვათ ისეთი რაღაცები, რაც ვიცით ისედაც, რომ ძალიან არაჯანსაღია, რომ ორსულმა არ უნდა მოწიოს, არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი და მედიკამენტები მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის კიდევ რაღაცა ისეთი, რაც ვთქვათ მშობლებმა შეიძლება გააკეთონ, რომ თავიდან აიცილონ ეს დარღვევა? ამ მდგომარეობის თავიდან აცილება, არ ვიცი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ამის პრევენცია მოხდეს. გარდა იმისა, ხა თქვენ რაც აღნიშნეთ, ხო, რომ ზოგადად ნებისმიერი ორსულისთვის რაც არის მიზანშეწონილი, რომ თქვათ, ნივთიერებებს თავი აარიდოს ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოს მედიკამენტები, ჯანსაღად იკვებოს, თქვათ, დღის რუტინა კონდეს ჯანსაღი და ასე შემდეგ, ხო, ისეთი რაც რეალურად ანუ ცნობილია რეკომენდაციები ორსულებისთვის და ამის იქით თქვა კონკრეტულად რომ აუტიზმის პრევენცია მოხდეს ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არ არის გავსი ცნობილი. არაფერი არ არის ცნობილი კი, თუმცა ძალიან ბევრ დედას ასე მგონია, რომ სინდისის ქეჯნა აქვს ხოლმე, რომ მე ხომ არ გავაკეთე რაღაცა არასწორად. რას ფიქრობთ ადრეულ ასაკში იგივე ვთქვათ ეკრანების და მედიების გამოყენებაზე და აუტიზმის განვითარებაზე? ჩემი აზრით, აქაც დიდ როლს მაინც ალბათ მიდრეკილება და ხასიათი თამაშობს ბავშვის, მაგრამ არსებობს თუ არა მაინც რაღაც კავშირი. კი ბატონო, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს ძალიან აქტუალური თემაა, ბავშვებთან ეკრანის გამოყენება და ყოველთვის სარგებლობ ხოლმე შესაძლებლობით და ახლაც ვიტყვი, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კატეგორიულად აკრძალულია ეკრანის გამოყენება. არა აქვს აქ მნიშვნელობა, ვთქვათ, უკვე დადასტურებულია რაიმე კონკრეტული დიაგნოზი თუ არ არის დადასტურებული და ტიპური განვითარებით მიდის ბავშვი. ბევრი ძალიან ბევრი ენის განვითარების შეფერხებით დაწყებული, ზოგადი განვითარების შეფერხებით დასრულებული და სოციალური ურთიერთობებით და ინტერესთა სფეროს შევიწროებით და ასე შემდეგ. ანუ ბევრი სირთულე შეიძლება რომ მოიტანოს ამ ეკრანის გამოყენება. 2 წლის შემდეგაც ჭარბად არ უნდა იყოს, თქვა, შეიძლება მაქსიმუმ დღის განმავლობაში არ ვიცი 20-30 წუთი უყუროს ბავშვმა, ოღონდ ესეც უმჯობესია რომ იყოს დანაწევრებული და არა ერთიანად. აქ ნუ თქვენ შეკითხვას რომ უპასუხოთ და მე ცოტა ეკრანის თემას განვავრცობ, ეკრანი, ანუ გაჯეტების და ეკრანის გამოყენება აუტიზმს არ იწვევს.
ხო? ეს იყო იმიტომ რომ ჩემი აუტიზმი შეკითხვა. გაცილებით უფრო ადრე, ხო, ეს არის ნეიროგანვითარების დარღვევა და ბავშვი, რომელიც იბადება, უკვე იბადება აუტისტური სპექტრით, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სიმპტომები ცოტა მოგვიანებით ჩანს ხოლმე და დიაგნოსტირება ცოტა მოგვიანებით ხდება. თუმცა ეკრანის ჭარბ-გამოყენებას შეუძლია რომ დაამძიმოს მდგომარეობა, გაართულოს მდგომარეობა და შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც თერაპიები იწყება, ხოლმე ძალიან ხელი შემშლელია ეკრანი თერაპიის წარმატებული მიმდინარეობისთვის. და არ ვიცი, ჩემთან ვისაც ქონია შეხება მშობლებს ბევრს აქვს ეს გამოცდილება ცხადია, რომ ვეუბნებით ეკრანს თუ არ გათიშავთ, ან თუ არ შეამცირებთ ეკრანის გამოყენებას, ჩვენ პრაქტიკულად უძლურები ვართ, რომ ჩვენი თერაპიით რაიმე შევძლოთ და რაიმე ცვლილება შევიტანოთ ბავშვის განვითარებაში, იმიტომ რომ იმდენად მოცულები არიან ხოლმე ეკრანით, რომ პრაქტიკულად, როდესაც ეკრანს არ უყურებს ბავშვი, თავის წარმოსახვაში ისევ ეკრანს უყურებს და ისევ უკიდევ რთულია, ვთქვათ, ამ რეალობაში დაბრუნება მათი, ანუ ბავშვი ზის, მე მიყურებს, მაგრამ ისეთი ქცევა და ისეთი ვოკალიზაციები აქვს, რომ ანუ ვხვდები, რომ ის რეალურად ეხლა აქ არ არის, ანუ ეს არის ისევ იმ ეკრანში, წარმოიდგენს ეკრანს და იქ ცხოვრობს. შესაბამისად, ეხლა ჩვენ იმისაც, რომ ბავშვს რა ვასწავლოთ ის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, უნდა ყურადღებით იყოს, უნდა გვაკვირდებოდეს, ანუ აქ უნდა იყოს, ხო, სადაც ჩვენ ვართ ამ სივრცეში და არა ვირტუალურ სივრცეში. და შესაბამისად, ეხლა ამის გარეშე, ეკრანის შეზღუდვის გარეშე ძალიან გვიჭირს ხოლმე მუშაობა. გარდა ამისა, ერთს დავამატებ კიდევ თუ შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარს, ანუ რა შინაარს უყურებს ბავშვი როდესაც თქვათ ეკრანს იყენებს, ხო? სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან საშიში შინაარსის ვიდეოები არის ხოლმე ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. მათ შორის არ დავასახელებ კონკრეტულად, რომ არ გამოვიდეს პირიქით, თქვათ, რაღაცის პროპაგანდა, მაგრამ არის რაღაც გარკვეული სერიალები, ხო, რომელიც ძალიან საშიშია და ამ სერიალების დაბადების დღის ცენტრებში იმართება რაღაც წვეულებები ამ სერიალის მესმის ამ გუნდების თემატიკით, მიხედვით. კი, მესმის რა. ხო, ამ თემატიკით. და ეხლა რამდენიმე დღის წინ მაგალითად შევედი სათამაშოების მაღაზიაში, სადაც დამხვდა ნიღბები და ფორმები ამ ანუ სერიალის სრულიად გუნდების ასაკის მიხედვით. რეკომენდირებული ასაკის წარმოუდგენელი. გათვალისწინება არ ხდება, ხო? წარმოუდგენელი, ანუ 4-5 წლის ბავშვისთვის განკუთვნილი ფორმა იყიდება, რომელიც არის რაღაცა კონკრეტული 18 სერიალის წლიდან პირების, რაც რეალურად. არის ძალიან საშიში, ძალიან. ამიტომ მშობლებს მივცემ რეკომენდაციას, რომ ყოველთვის გაკონტროლონ რა შინაარსს უყურებს ბავშვი და აგრესიის შემცველი შინაარსები არ აყურებინონ. კი, გეთანხმებით, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურად ძალიან დიდია შრომა ხო თერაპევტებისაც და ასევე მშობლებისაც, ვისაც აუტისტური სპექტრის, ან უბრალოდ არანეიროტიპიური განვითარების ბავშვი ყავთ და ხშირად ასევე არის ხომცდელობები ასეთი დარღვევების, არ ვიცი ხა სწორად ხმარობ თუ არა ამ ტერმინს, რომანტიზირების თუ რაღაცა სხვა კუთხით წარმოჩენის, მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან დიდი შრომა, რასაც თქვენ თერაპევტები და ასევე მშობლები ეწევიან, რომ იგივე ის უნარჩვევები გამოუმუშავონ ბავშვებს და რაღაცნაირად მართლაც ადაპტაცია გავაკეთოთ. იმდენი შეკითხვა მაქვს, რომ არ ვიცი რომლები დავსვა, რომ რაღაცნაირად მოკლედ დროში ჩავეტიოთ. აუცილებლად უნდა ვკითხოთ მკურნალობის მეთოდებზე. ოღონდ ჩემი პირველი კითხვა ეხება იმ მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც მე ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო, თურქეთი, ამას წინათ შემხვდა კიდე რუმინეთი, სადაც მაგალითად იგივე ღეროვანი უჯრედების გადასხმა ხდება სისხლში. ან კიდევ სხვა საკვები დანამატების ინფუზიები, ან გაურკვეველი წარმოშობის ამიმუმჟავების და ამაზე კეთდება ძალიან დიდი ფული, ხო? და მშობელს ხანდახან ურჩევნია, რომ ვალი აიღოს, ოღონდ რამეს ცადოს, რომ ამ მდგომარეობას დააღწიოს თავი. დიახ. კი ბატონო, ნამდვილად ასეა, განსაკუთრებით მოწყვლადი არის საქართველო ამ მხრივ, იმიტომ რომ
განვითარებადი ქვეყანა და შესაბამისად მარტივად აღწევს ხოლმე აი ეს ყველა რაღაც ექსპერიმენტი ჩვენი ბავშვებისთვის. და ბევრი მახსენდება ასეთი, ანუ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან რაღაცა ესე გადაგვივლიან ხოლმე, წავლენ მერე თვითონ და ეს ბავშვები რჩებიან შედეგის გარეშე და მშობლები რჩებიან უამრავი ფინანსური ვალდებულებებით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აი დღესაც, აი ამ პერიოდშიც არის თქვათ თურქეთიდან რაღაცა ბევრი მსგავსი შემთხვევა თურქეთში მომუშავე სპეციალისტებთან მიდიან ბავშვები და რიგ შემთხვევებში იტარებენ ხოლმე ისეთ თერაპიას, ისეთ მკურნალობას სამედიცინო თვალსაზრისით, რომელიც აბსოლუტურად არ არის დადასტურებული, რომ ეფექტურია. ეფექტური კი არა, მინიმუმ ისიც არ არის დადასტურებული, რომ არ არის საშიში. არ არის საშიში. შესაბამისად, მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარების მე პირადად ძალიან მეშინია, როდესაც საქმე ეხება ბავშვს და არ ვიცი, ჩემი თხოვნა იქნება მშობლების მიმართ, რომ მანამ სანამ რაიმე მსგავს ექსპერიმენტს მიმართავენ, ბევრი ინფორმაცია მოიძიონ და იკულიონ, რამდენად დადასტურებულია ეს მეთოდები. მაგალითად, არსებობს FDA, ხო? და FDA ადასტურებს, თქვათ, წამლებს, მეთოდებს. არის ეს მეთოდები დადასტურებული FDA-ის მიერ, ანუ არსებობს კვლევები, რომლებიც მათ ეფექტურობას ადასტურებს თუ არა. ამ ინფორმაციის გარეშე პირდაპირ რომ ესე წავიყვანოთ ბავშვები, მივმართოთ რაღაცა გაურკვეველ სპეციალისტებს და ცდები ვაწარმოოთ, ხო? ნუ აი არ ვიცი, ძალიან დიდი შეცდომაა. მოდით მოგვიყევით, რა მუშაობს რეალურად. იგივე თქვენს ცენტრში მოგვიყევით 2-ოდე სიტყვით, როდის დააფუძნეთ თქვენი ცენტრი და რა იყო мотиваცია თქვენი ცენტრის დაფუძნების და რა თერაპიებია ის, რაც რეალურად შედეგს იძლევა. ცენტრი დაფუძნდა 2018 წელს, თუმცა ის გუნდი, რომლებმაც ეს ცენტრი შევქმნით, ანუ ჩვენ ერთად მუშაობდით სხვადასხვა ორგანიზაციებში და შემდეგ ესე ერთად დავიწყეთ ამ ცენტრში მუშაობაც. ცენტრში მიეწოდება ქცევის თერაპია, როგორც ეძახიან ხოლმე ABA თერაპია. რომელიც კვლევებით დადასტურებულია, რომ აუტისტური სპექტრის შემთხვევაში არის პრაქტიკულად პირველი რიგის არჩევანი, ყველაზე ეფექტური თერაპიული მიდგომა, რომელსაც ყველაზე კარგი შედეგები აქვს. ასევე ენისა და მეტყველების თერაპია, რომელიც კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის ძალიან ისეთია ეფექტური, რა თქმა უნდა. ფიზიკური თერაპია, რადგანაც რიგ შემთხვევებში ბავშვებს ასევე აქვთ ფიზიკური ან მსხვილი მოტორიკის და ნატიფი მოტორიკის განვითარების შეფერხება. ასევე ვთქვათ, გვაქვს არტ თერაპია, მუსთერაპია და ახლა ვცდილობთ, რომ დავნერგოთ მაღალფუნქციური აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის პრინციპების გამოყენება და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები იზრდებიან ასაკის მატებასთან ერთად სხვა გამოწვევები არის, შეიძლება კომორბიდული დიაგნოზი დაისვას, ვთქვათ, შფოთვითი აშლილობა, OCD და ასე შემდეგ და რეალურად ამ ნაწილში ყოველთვის იყო ძალიან დიდი გარღვევა, რომ ვეღარ ვახერხებდით ბავშვების გადამისამართებას სხვა თერაპიულ მიდგომებზე, სადაც რის საჭიროებაც მათ ჰქონდათ, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო კადრები ამ მიმართულებით და რაღაცნაირად ეხლა ვცდილობთ, რომ ეს მიმართულებაც მეტნაკლებად ავითვისოთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უწყვეტი ჩარევის შესაძლებლობა და ვთქვათ, ეს არ იყოს, რომ რაღაც ადრეულ ასაკში ჩავერიეთ, ვიმუშავეთ და მერე უბრალოდ აი ბედის ანაბარავ ტოვებთ ბავშვებს და აღარ ვაწვდით გზას, რა გზას უნდა გაყვნენ იმისათვის, რომ რეალურად მიიღონ ის შედეგი, რომელიც მათ ჭირდებათ ცხოვრებაში. ძალიან კარგი, ეს იყო ჩემი შემდეგი შეკითხვა, რადგან მე ისედაც მაქვს ეს განცდა, რომ სხვადასხვა სტიგმით იყო განპირობებული ეს ალბათ, რომ საქართველოში რეალურად ძალიან მცირე რაოდენობა უკვე დასრული აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისა შემიძლია გავიხსენო, იმიტომ რომ ფაქტიურად ოჯახები ასეთ ადამიანებს ქუჩაში აღარ უშვებდნენ და რაღაცნაირად ოჯახებში ყავდათ, ოჯახის გარემოცვაში ყავდათ. როგორ ფიქრობთ, რა არის ის აუცილებელი ცვლილება საქართველოში, რაც აუტიზმის მქონე ადამიანებს შეუქმნის უკეთეს მომავალს? პირველ რიგში
დავიწყებ იქიდან, რომ უნდა გაუმჯობესდეს ის სახელმწიფო სერვისები, რომლებიც არსებობს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ამჟამად საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თერაპიების დაფინანსებას, მაგრამ ამ პროგრამებს სჭირდება გამართვა და ამ პროგრამებს სჭირდება გაუმჯობესება, მონიტორინგი, იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა არის ამ პროგრამებთან დაკავშირებით და რეალურად ეხლა რადგანაც სახელმწიფო ხარჯავს თანხებს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ეფექტური, ხო? და ბავშვებისთვის უნდა იყოს ნამდვილად რეალური შედეგის მომტანი. ამიტომ პირველს ამას ვიტყოდი, რომ უნდა გაუმჯობესდეს ის პროგრამები, რომლებიც უკვე არსებობს. ამის გარდა ძალიან სერიოზული პრობლემა არის მოზარდებთან და ზრდასრულებთან სერვისები, პრაქტიკულად არ არსებობს სერვისები, რომლებიც თქვათ მორგებულია მოზარდებზე და ზრდასრულებზე და არც თქვათ შედარებით მაღალი ფუნქციონირების მქონე ბავშვებისთვის, რომელთა ინტელექტიც ნორმაშია და არც ინტელექტუალური დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, სადაც თქვათ შეიძლება უფრო მეტად მიზანმიმართული იყოს თვითმოვლისა და რაღაც ყოფითი უნარების განვითარებაზე. ანუ არც ერთი მიმართულებით არ არის მოზარდები გათვალისწინებული და მით უმეტეს ზრდასრულები. პრაქტიკულად შეუძლებელი არის, რომ თქვათ აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრული დასაქმდეს. ძალიან გართულებულია თქვათ და ეს არ ვიცი რამდენი რამე შეიძლება ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ძალიან ბევრი რამე შემიძლია ჩამოვთვალო. კი, უბრალოდ ერთ ვიტყვი კიდევ რომ ახლა ბოლო პერიოდში თითქოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ უკვე ისმის იმ ადამიანების ხმა, ვინც არიან ზრდასრულები და ამბობენ, რომ მე ზრდასრული ვარ და მე აუტისტური სპექტრი მაქვს. ამის უსმენდი ერთ-ერთ პოდკასტს ქართველი ბიჭის, რომელიც ყვებოდა თავის დიაგნოზზე და მრავლობითი დიაგნოზი ქონდა რამდენიმე, მათ შორის ერთ-ერთი იყო აუტისტური სპექტრი და ამ ადამიანების მხრიდან თქვათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ ჩვენთვისაც, სპეციალისტებისთვისაც მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ ცხადია სხვა მსგავსი მდგომარეობის ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. და დიდი მოტივაციის მიმცემისაა, როდესაც დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ აღწევენ ძალიან ბევრ რამეს, ინტეგრირდებიან და თავიანთ გზას პოულობენ. კარგით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები და მადლობა, რომ გვიყურებთ. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.